დილამშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ როგორც ხედავთ სტუმრებთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ერთი ბილეთით მოგებული სოლიდური თანხა, სამი სურვილი, 7-იანი ბლეკჩეკი თუ საახალწლო სურვილი. საქართველოს ლოტარიის კომპანიას შანსს გაძლევთ საკუთარი იღბალი გამოსცადოთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს ლოტარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი კოპალეიშვილი და ჰონკონგური კომპანია E-Game Solutions გენერალური დირექტორი ჯეიმს ჩოი. დილამშვიდობისა, good morning Mr. James, thank you for joining our program. დილამშვიდობისა გიორგი. გიორგი, უპირველეს ყოვლისა მაყურებელს მაინც გავაცნოთ რა არის საქართველოს ლოტარიის კომპანია. ფერს ნათამაში ბექთა იცის, მაგრამ თან დაემატა კიდე სიახლეები, ხო? აი რა გითხრათ თქვენი კომპანიის შესახებ და რა სიახლეები. სიახლეები ყოველთვის იქნება ჩვენთან, რაც შეეხება საქართველოს ლოტარიის კომპანიას. იგი არის ექსკლუზიური უფლების მფლობელი ლოტარიისა და ლოტოს ჩატარებაზე საქართველოში მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ეს ექსკლუზიური უფლება ჩვენ მოგვანიჭა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ღია საერთაშორისო და საკმაოდ კონკურენტული ტენდერის საფუძვლად. და ჩვენ მოხარული ვართ, რომ 100 დღეზე ნაკლებ დღეში მოახერხეთ ჩვენ, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ ჩვენი მომგებიანი ბილეთები, რაც მოხდა ოფიციალურად კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 1 ივლისის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. გიორგი, მე ვიცი, რომ თქვენი კომპანია სარგებლობს ულტრათანამედროვე პროგრამებით, რომელთაც სარგებლობს ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ლოტარიები. თუ შეიძლება ბატონ ჯეიმს ვთხოვოთ, რომ გითხრას რა პროგრამებით სარგებლობს თქვენი კომპანია და რა უპირატესობა აქვს ამ პროგრამებს. The question is for you about our special equipment and technology that we are using for our games. Right. Okay. The company that we use to print our tickets is one of the most reliable and also one of the most experienced company in the world. Security printing. ბილეთების იმ კომპანიის რომელსაც აქვს 100 წელი გამოცდილება ესეთი უსაფრთხო დაცული მასალების ბეჭდვისა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დავიცვათ ის მომენტი, რომ ეს იყოს ასე ვთქვათ, სრულიად შეუღწევადი სისტემა, რომ დავწუნდეთ იმაში, რომ გამჭვირვალობა და დაცულობა არის ყველასთვის მოსახლეობაში. საინტერესოა ეს აუხსნათ ზუსტად 3 სურვილი და 7-იანი იცის მაყურებელმა. ხო, კიდევ აი ახალი რა არის და ვაჩვენოთ კიდევ ჩვენ შეგვიძლია ეს ბილეთები. 3 სურვილი და 7-იანი იყო, რომელიც 1 ოქტომბერს ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას. რის საშუალებითაც შეუძლიათ რომ მოიგონ 1000 ლარამდე და ბილეთი ღირს 1 ლარი. დაახლოებით 1 კვირაა, რაც უკვე ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას ახალი თამაში ბლეკჩეკი. ესეც ღირს 1 ლარი და შეუძლიათ მოიგონ 1000 ლარამდე. ხოლო ჩვენ გვაქვს სიახლე საახალწლო მოგება, რომელიც საკმაოდ ახალი პროდუქტია ჩვენგან და მოსახლეობას ისევ 1 ლარად შეუძლია რომ მოიგოს 2010 ლარამდე. ბატონ ჯეიმს მინდა გითხრა, რამდენად არის შანსი იმის, ანუ რა არის როგორია პროცენტულობა, თქვა 100 ბილეთიდან აი ბეჭდის დროს რამდენი იგებს, ანუ მაყურებელმა რამდენად აქვს იმის პროცენტი რომ მოიგებს. That's very difficult to say because when we program the game, we look at the whole volume of the game, for instance, millions and millions of tickets into one game, and we allocate the prizes fairly to each one of those areas. So we break down areas, what we call pools. And then we allocate prizes toward პულებს ვიყენებ და ვცდილობთ ამ პულებში ამ ესე ვთქვათ ამ პარტიაში ბილეთების რაც შეიძლება სამართლიანად გავანაწილოთ მოგებები. ანუ უკვე მე რამდენადაც ვიცი, გაცემული არის 2 მილიონ ლარზე მეტი. რამდენია მოგება უკვე? კი, ანუ მოგება არის უკვე 2 მილიონ ლარზე. ბატონ ჯეიმს შეუძლია გაგცეს about the winning tickets and the number of the people won. Yeah, so far since we have launched from October 1st, we've already given away over 2 million lari worth of prizes. 2 მილიონ ლარზე მეტია გადახდილი საფრთხო ფონდში. 800,000 მოგებული ყავს 800,000 გამარჯვებული. ანუ მე დავამატებ, რომ ესე მოგება არის 1000 ლარამდე, ანუ ეს 800,000 მოიცავს მთლიანი ჩვენი საპრიზო ფონდში გათვალისწინებულ თანხებს. მინიმალური რა არის? 1 ლარი. 1 ლარი. მაგრამ მაქსიმალური არის 1000 ლარი. ვცადოთ ბედიოს. მე არასდროს არ საკმაოდ მარტივი არის, ხო, ამის გამოყენება? საკმაოდ მარტივია, საკმაოდ გასართობია. თქვა ახალ ბილეთებზე მე მაქვს ძველი ნათამაშები და ნუ 5 ლარი მოვიგე, მეორეჯერ 20 ლარი მოვიგე. მესამე ბილეთი აგრეთვე არის გადასახადო ბილეთი. ორივე შემოგთავაზებთ და გაშვენებთ როგორ უნდა ვითამაშოთ. ანუ უნდა გადავხიკოთ
You can ეს უნდა გადაფრთხილოთ ზემოთ, უნდა გადაიფრთხილოს მაყურებელსაც, რომ ჩვენ აი ეს ტერიტორია. არა, ეგ არის ბლეკჯეკი. მანდან ვარეში თქვენ ხედავთ დილერის კარტს და დანარჩენი არის თქვენი კარტები, ხო? ანუ დილერის კარტს რომ გადაფხეკთ, იქ ამოვა გარკვეული ციფრი და დანარჩენი კარტები ერთ-ერთი უნდა იყოს დილერზე მეტი. გასაკეთებ და. და იმის ქვეშ უკვე რაც იქნება თანხა ის არის. სანამ ჩვენ ამით გავერთობით და ჩვენს იღბალს ვწდით, მაინტერესებს აპირებთ თუ არა კიდევ სამომავლოდ ან ახალი ბილეთების დამატებას ან რაიმე სხვა ლოტარიის შეთავაზებას გასული. კი ბატონო, ეს არის საქართველოს ლოტარიის კომპანიის პრინციპია და ესეთი ხედვა, რომ ყოველთვის მუდმივად ჩვენ მოსახლეობას შევთავაზოთ ახალი, გასართობი, მომგებიანი ბილეთები. ანუ მუდმივად იქნება სიახლეების შეთავაზება და რა თქმა უნდა, ნებისმიერ დიდ სიახლეზე, რაც კი ჩვენს კომპანიას ექნება და დაგეგმილია, რა თქმა უნდა, წლის ბოლოსთვის შემოგთავაზებთ სიურპრიზს და სიურპრიზი დარჩეს სიურპრიზად და ყველას მოსახლეობას მედია საშუალებით, რა თქმა უნდა თქვენი ტელეკომპანიის საშუალებით, ვაცნობებთ ჩვენი სიახლეების და დიდი სიურპრიზის შესახებ. ჩემი კარტი რომელი არის, ანუ 19 არის მოცემული თანხა, ხო? ესე იგი 19 არის დილერის კარტი, თქვენი არის აი დანარჩენი. ანუ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ ჩვენ კიდე გვაქვს ბევრი ბილეთი რომ ვითამაშოთ. პირველ ჯერზე არ გავაკეთოთ, თუმცა შეიძლება კიდევ სადაც და ნახოთ კიდე საინტერესო ინტერესი რამდენად დიდია. ანუ ახალი სიახლეა, თან აზარტულია, გასართობია. რა ასაკის ადამიანები, უფრო ქალები, მამაკაცები, ვინ უფრო ინტერესდება? ძალიან კარგი კითხვაა ასაკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 18 წლამდე არ აქვს უფლება მოქალაქის პროგრამაში შეიძინოს ჩვენი ბილეთი, ხოლო ინტერესი საკმაოდ მაღალია. ნებისმიერ მაყურებელს, ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ მოგბრძანოთ ჩვენს სერვისში, რომელიც არის ჭავჭავაძის 34 ნომერში და იხილოს თუ როგორ ერთობა ხალხი თამაშს. მე მოვიგე 1 ლარი. გილოცა. კარგად დაიწყო დილა. ნამდვილად გავამატებ, რომ ანუ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რომ მთლიანად გაყიდული ბილეთების რაოდენობიდან მიღებული 21.5%, რაც არის ჩვენი კომპანიისთვის ლოტარიისთვის სპეციალურად განსაზღვრული გადასახადი მიემართება სპორტის, ძეგლსადაცვის და კულტურის მიზნებისთვის საქართველოში. და ეს ჩვენი საკმაოდ კარგ საქმესაც აკეთებთ. ხოლო იმის გარდა იმისა, რომ ადამიანებს აძლევთ ჩანს მოგების, გართობის და ასევე კეთდება კულტურის განვითარებაში დიდი საქმე. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიყავით დილიდან ჩვენი სტუმრები. მე მაყურებელს მოგებებს და თქვენ ახალ სიახლეების შესთავაზეთ. საახალწლოდ უკვე არის სიახლეები, 2 ახალი ბილეთი არის დამატებული. თუ რა იქნება მომავალში, ამას რა თქმა უნდა მაყურებელი შეიტყობს. დილის გადაცემაში რეკლამის თუ რა რეკლამის შემდეგ ჩვენ სხვა სიახლეების დაგიბრუნდებით ასე რომ დროებით. დაგველოდით.